ომანელმა ჟურნალისტმა BBC არაბიკის ეთერში გამოაცხადა ტრამპის სამხედრო პრეისკურანტი სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის. მისი თქმით, ირანთან ომის გაგრძელება $5 ტრილიონი დაჯდება, დასრულდება $2.5 ტრილიონით. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მართალია ის, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები ამერიკული წინეხის ქვეშ არიან, რომ უფრო ფართოდ ჩაერთონ ომში, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ეს მართლაც ასეა. თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნები განიცდიან წინეხს, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. ჟურნალს ინფორმაცია, რომ ამერიკის პრეზიდენტი ითხოვს თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნისგან ამ ომის დაფინანსებას. ლაპარაკია დაახლოებით $5 ტრილიონ, თუ კი მათ სურთ, რომ ომი გაგრძელდეს, ხოლო თუ უნდათ ის, რომ დასრულდეს, მაშინ მოუწევთ $2.5 ტრილიონი გადახდა, განუცხადა ჟურნალისტმა. გერმანული ბერლინენ ცაიტუნგი სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის სიტყვებს ავრცელებს. ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება რთული იქნება. სერბეთის პრეზიდენტმა ბირთვული კონფლიქტის ესკალაციაზე ილაპარაკა. მას ქვეყნის შიგნით აკრიტიკებენ, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპაში შუამავლად აღიქმება. კატარის ხელისუფლებამ დააკავა ალ-ჯაზირას პოლიტიკური ანალიტიკოსები საიდ ზიადი და ფატიმა სამადი. მათ ირანის ომის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. ბრიტანულმა ჟურნალმა ეკონომისტმა ახალი ნომრის ყდაზე ოპერაციას ბრმა რისხვა ირანის წინააღმდეგ ტრამპის ფოტო მიუძღვნა და ის სამხედრო ჩაფხუტში გამოსახა. ფსიქოპატის ამოსაცნობი 5 ნიშანი. სტატისტიკა სასტიკია. 25 ადამიანიდან 1 მაინც ფსიქოპატია. ეს ნიშნავს, რომ თქვენს სახლში, სამსახურში, სამეგობროში არიან ადამიანები, რომლებსაც თანაგრძნობის უნარი საერთოდ არ გააჩნიათ. ფსიქოპატი იშვიათობა არ არის. ის არ ნიშნავს ნაჯახიან მანიაკს. მათი უმრავლესობა აბსოლუტურად ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. დადიან სამსახურში, ქმნიან ოჯახებს, გიღიმიან შეხვედრისას და იმავდროულად ფიქრობენ, როგორ გამოგიყენონ საკუთარი მიზნებისთვის. არსებობს 5 ნიშანი, რომლითაც ფსიქოპატის ამოცნობა მარტივად შეიძლება და რომელთა დამალვასაც ისინი ვერაფრით ახერხებენ. პირველი და ყველაზე ვერაგი ნიშანია მომხიბვლელობა. ისინი ქამელეონები არიან, წუთებში შეუძლიათ თავი მოაწონონ ადამიანს, მომენტალურად ერგებიან თითოეულ თანამოსაუბრეს. თუ კი ის ინტელექტუალთან საუბრობს, უცებ ფილოსოფოსი გახდება. თუ კი რიგით ადამიანთან, მისიანი უბრალო კაცია. ისინი გასწავლიან როგორც წიგნს და გაძლევენ იმას, რისი მიღებაც გინდათ ურთიერთობისას. მაგრამ საქმე ის არის, რომ ნორმალური ადამიანი შეუძლებელია ყველას მოსწონდეს. თითოეულს აქვს თავისი ხასიათი, თავისებურებები. ფსიქოპატი კი იმ როლს ასრულებს, რომელიც აუდიტორიას უნდა. თუ კი ადამიანი მოსწონს განურჩევლად ყველას, თუ კი ყველა აღფრთოვანებულია მისი მომხიბვლელობით, თუ კი ის ძალიან სწრაფად ხდება კამპანიის სული და გული, ეს განგაშის ნიშანია. ნამდვილ მომხიბვლელობას აქვს საზღვრები, ხელოვნური მომხიბვლელობა უსაზღვროა. წარმოიდგინეთ ახალი კოლეგა, რომელიც კვირის განმავლობაში ოფისში ყველა თანამშრომლის საუკეთესო მეგობარი გახდა. ბუღალტერთან ლაპარაკობს მის ოჯახურ პრობლემებზე, უფროსთან, განვითარების სტრატეგიაზე, დამლაგებელთან საზღვრებო სირთულეებზე. თითქოს იდეალური ადამიანის პორტრეტია, მაგრამ დაფიქრდით, საიდან აქვს მას ამდენი დრო და ენერგია ყველასთვის და რაც მთავარია, რისთვის სჭირდება. ფსიქოპატის დამახასიათებელი მეორე ნიშანია ის, რომ იგი არასოდეს გრძნობს საკუთარ დანაშაულს. მას შეუძლია სხვისი ცხოვრება დაანგრიოს და განაგრძოს 7 წილი. ამასთანავე გულწრფელად არ ესმის, რა აქვს საბოდიშო. ისინი არ თვალთმაგსობენ, ტვინი აქვს სხვაგვარად მოწყობილი. ის ადგილები, რომლებიც პასუხისმგებელია ემპათიასა და დანაშაულის გრძნობაზე, მათ ძალიან სუსტად უმუშავებთ. მათთვის სხვა ადამიანის გრძნობები უბრალოდ ინფორმაციაა. დააგვიანა მნიშვნელოვან შეხვედრაზე და ჩააგდო პროექტი, იტყვის, რომ საცობში მოყვა და ვერაფერს გახდებოდა. ცოლს უღალატა, მას დააბრალებს, რომ მიიყვანა ამ ზომამდე. მეგობარს მოატყუა და რატომ მოტყუდა ეს მეგობარი, პატარა ხომ არ არის, უნდა გადაემოწმებინა. ფსიქოპატი ყოველთვის ახსნის თავის საქციელს და დამნაშავე ყოველთვის სხვა იქნება. გარემოებები მთავრდება ამინდი, მოკლედ ყველა მის გარდა. მაგრამ ყველაზე საშინელი ისაა, რომ მათ შეუძლიათ მონანიების იმიტირება. თუ კი აწყობთ, იტირებენ, ბოდიშს მოიხდიან და იფიცებენ, რომ აღარასოდეს გააკეთებენ იმავეს, მაგრამ დრო რო გავა, იგივეს გაიმეორებენ, რადგან მათთვის ეს სპექტაკლია. მაგალითად, ერთმა კაცმა ფული მოიპარა ოჯახის ბიუჯეტიდან. როდესაც ცოლმა გაიგო, ის მოთქვამდა, პირობას დებდა, რომ იმკურნალებდა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ისევ მოიპარა და კითხვაზე არ გრცხვენია თქვა, რომ არაფერი მომხდარა, რადგან
რადგან წინა ჯერზე ფული მხოლოდ დააბრუნა. მესამე ნიშანი ტყუილების თქმა, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა. ნორმალური ადამიანი ტყუის ხოლმე იმისთვის, რომ რთულ სიტუაციას თავი დააღწიოს ან ახლობელს გაუფრთხილდეს. ფსიქოპატი იმასაც ტყუის თუ რა ჭამა საუზმეზე, რატომ და რატომაც არა, ფიქრობს იგი. მისი გამოთვლა იოლია, თუ კი ყურადღებით იქნები. დღეს ის მოვლენების ერთ ვერსიას ყვება, ერთი კვირის შემდეგ მეორეს. ამასთანავე აკეთებს ამას აბსოლუტურად უდანაშაულო სახით. ყველაზე შემაშინებელი ისაა, რომ იწყებს საკუთარი ტყუილების დაჯერებას, ქმნის ათასგვარ ალტერნატიულ რეალობას და ცხოვრობს იქ გულწრფელად და იმის მიუხედავად გამოიჭერთ თუ არა მას ტყუილში, ის ბოლომდე დაიცავს საკუთარ პოზიციას. ფსიქოპატებს უყვართ საკუთარ თავზე გრანდიოზული ისტორიების მოყოლა, როგორც გადაარჩინა ბავშვი დახრჩობას, როგორ თქვა უარი კარგ სამსახურზე პრინციპების გამო, როგორ არანებებს თავს ყოფილი შეყვარებული, რომელსაც მისი დავიწყება არ შეუძლია. თუ გინდათ ფსიქოპატის შემოწმება, მოაყოლე იგივე ამბავი ერთი თვის შემდეგ, დააზუსტეთ დეტალები და ნახავთ, როგორ დაიწყებს წრიალს. ჩემი ნაცნობი ქალი ხვდებოდა კაცს, რომელიც მუშაობდა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიაში. ერთ კვირაში გაირკვა, რომ ის მუშაობდა კურიერად. როდესაც ქალმა ჰკითხა, რატომ ტყუოდა, მან უპასუხა, რა პრობლემაა, ხომ ვაპირებდი ამ კომპანიაში მუშაობის დაწყებასო. მეოთხე ნიშანია ის, რომ ფსიქოპატები ემოციურად ყინულივით ცივები არიან. მათ შეიძლება გამოხატონ ემოციები, რომლებსაც რეალურად ვერ გრძნობენ. ემოციები მათთვის მანიპულაციის ინსტრუმენტია. გინახავთ როდესმე, როგორ გულგრილად უყურებს ერთი ადამიანი სხვის ტანჯვას, არა, სადისტურად, ან კმაყოფილებით, უბრალოდ გულგრილად. მათი რეაქცია მოვლენებზე არაადეკვატურია. პანაშვიდებზე შეიძლება ანეკდოტებზე იცინოდნენ, ქორწილში საქმიანი საკითხები განიხილონ. არა იმიტომ, რომ ვინმე შოკირება უნდათ, უბრალოდ ატმოსფეროს ვერ გრძნობენ. ისინი ადამიანურ ემოციებს სწავლობენ როგორც უცხო ენას და იციან, რომ ერთ შემთხვევაში უნდა იყვნენ მოწყენილები, სხვა დროს კი მხიარულად. მაგრამ ამას აკეთებენ მექანიკურად, შინაგანი განცდის გარეშე. მიაქციეთ ყურადღება მათ თვალებს, როდესაც ფიქრობენ, რომ არავინ უყურებს. იქ სრული სიცარიელია, როდესაც თქვენს ბზერას შეამჩნევს მის სახეზე მომხიბვლელი ღიმილი ჩნდება. მოსთხოვეთ მათ გიამბობ მნიშვნელოვან ემოციურ მოვლენაზე, ქორწილზე, შვილის დაბადებაზე, ახლობლის გარდაცვალებაზე. ისინი გეტყვიან ფაქტს, მაგრამ განცდებს ვერ გადმოქცევენ. კრიტიკულ სიტუაციაში საეჭვოდ ინარჩუნებენ სიმშვიდეს, არა იმიტომ, რომ შინაგანი ძალა აქვთ, არამედ იმიტომ, რომ არ განიცდიან შიშს და შფოთს ისევე, როგორც ნორმალური ადამიანები. მეხუთე ნიშანია ის, რომ ფსიქოპატები მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობენ. ისინი არასერიოზულები და იმპულსურები არიან. არ შეუძლიათ გრძელვადიანი დაგეგმვები. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს წამებში იღებენ. მანქანის კრედიტით ყიდვაც იოლია, სამსახურის მიტოვება საეჭვო პროექტის გამო, რატომაც არა. უცხო ქალაქში უცნობ კაცთან ჩასვლა. კარგი იდეაა. ყველაზე საოცარი ისაა, რომ შეცდომებზე არ სწავლობენ. სლობით ერთსა და იმავეს აკეთებენ, რადგან საკუთარ ქმედებებს არ აანალიზებენ. ფსიქოპატებს მუდამ აქვთ ვიღაცის ვალი. არა იმიტომ, რომ ღარიბები არიან, არამედ იმიტომ, რომ წინასწარ არაფერს გეგმავენ. ისესხებენ ფულს და დაავიწყდებათ. გამოიტანენ კრედიტს, გადახდაზე არ ფიქრობენ. შეხვედრაზე შეგითანხმდებიან ბოლო წუთს, მოსვლას გადაიფიქრებენ, დასვენებას გეგმავენ, ფული სხვა რაღაცაზე დაეხარჯებათ. მათთვის დაპირება უბრალოდ სიტყვებია. დაპირებას იოლად და ლამაზად გასცემენ და ასევე იოლად არღვევენ და ყველაფერს აბრალებენ გარემოებების შეცვლას. როდესაც მათი უპასუხისმგებლობა პრობლემებს ქმნის, ისინი სისტემას ადანაშაულებენ, სახელმწიფოს ან უფროს სამსახურში. მაგალითად აიღებენ ერთ კრედიტს ავტომობილისთვის, მეორეს სახლისთვის, მესამეს დასვენებისთვის, როდესაც ბანკები გადახდას მოსთხოვენ, გულწრფელად უკვირთ, რადგან კრედიტები ბანკებმა თავად შესთავაზეს. მას არ უთხოვია. ხომ არ ამოიცანით ამ ნიშნებით ვინმე თქვენს ახლობლებში.